ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მან 7-მდე სახელმწიფოსგან მოითხოვა საერთაშორისო კოალიციაში გაწევრება, რომლის მიზანი იქნება ჰორმუზის სრუტის დაცვა ირანული თავდასხმებისგან. მისი ვერსიით კონკრეტულმა სახელმწიფოებმა, რომელთა ჩამონათვალზე ტრამპს არ უსაუბრია, სრუტეში უნდა გაგზავნონ სამხედრო ხომალდები ნავთობით დატვირთული კომერციული გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკას სავაჭრო თვალსაზრისით დიდად არ აღელვებს ჰორმუზის სრუტეში არსებული მდგომარეობა, რადგან ნავთობს ამ მარშრუტით არ იღებს. თუმცა დასძინა, რომ არ დაავიწყდება ზოგიერთი მოკავშირის დაგვიანებული გადაწყვეტილება სამხედრო მოქმედებებში დახმარების თაობაზე. ჩვენ ვესაუბრებით ქვეყნებს ჰორმუზის სრუტის კონტროლის შესახებ. მოგეხსენებათ, ამ მარშრუტიდან ჩვენ ვიღებთ ნავთობის ძალიან მცირე 1 ან 2%-ს. მაგალითად, ჩინეთი თავისი ნავთობის დაახლოებით 90%-ს ჰორმუზის სრუტიდან იღებს. კარგი იქნება თუ სხვა ქვეყნები ჩვენთან ერთად გააკონტროლებენ მას. ჩვენ კი მათ სამხედრო თვალსაზრისით დავეხმარებით. ჩვენ ფაქტობრივად დავამარცხეთ ირანი. ფიქრობ, მათ შეუძლიათ მცირედი წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ არა განსაკუთრებულის. ზოგიერთ სახელმწიფოს აქვს გარკვეული სახის ხომალდები, რომლებიც შეძლებდნენ ჩვენს დახმარებას. გახსოვდეთ, 2 ადამიანიც კი საკმარისია ჰორმუზის სრუტისთვის ზიანის მისაყენებლად, 2 ტერორისტი. სულაც არ არის საჭირო მათი მთელი არმია, არამედ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელიც აქ-იქ ჩამოაგდებს ნაღმებს. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ეს ქვეყნები მოვიდნენ და დაიცვან საკუთარი ტერიტორია, რადგან ეს მათია. ეს არის ადგილი, საიდანაც ისინი იღებენ ენერგიას. სწორედ ამიტომ უნდა მოვიდნენ და დაგვეხმარონ მის დაცვაში. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ჩვენი ყოფნა საერთოდ არ არის აუცილებელი, რადგან ეს არც გვჭირდება. ბევრი ნავთობი გვაქვს. სულ მცირე 2-ჯერ მეტ ნედლეულს ვაწარმოებთ, თუმცა მაინც ვცდილობთ სრუტის დაცვას. ამას ვაკეთებ ჩვენი ძალიან კარგი მოკავშირეებისთვის. 2 კვირის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს არ სურდა საფრთხე შეექმნა მათი 2 ავიამზიდისთვის. როგორც კი ჩვენ ფაქტობრივად გავანადგურეთ ირანის შესაძლებლობები და ჯერ არც დაგვიმთავრებია, მან თქვა, გსურს ჩვენი ავიამზიდის გაგზავნა. უთხარი, რომ ისინი მჭირდება ომში გამარჯვების შემდეგ და არა ომის დაწყებამდე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მივიღებ თუ არა მხარდაჭერას, თუმცა შემიძლია ერთი რამ თქვა და ეს აქამდეც მithქვამს. ამას დავიმახსოვრებთ. მანამდე ამერიკულ მედიასთან საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანს ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელმა მიმართა ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების მიზნით. დიპლომატის თქმით, სრუტე ღიაა ყველასთვის, გარდა ამერიკისა და მისი მოკავშირეებისა. ამ საზღვაო მარშრუტით მოსარგებლეთა უმეტესობა კი სწორედ ვაშინგტონის მოკავშირეა. ამერიკის ენერგეტიკის მდივნის თქმით, შესაძლოა ჰორმუზის სრუტის დაცვის გეგმაში ვაშინგტონის კონსტრუქციულ პარტნიორად ჩინეთი იქცეს. მსოფლიოს უბრალოდ არ შეუძლია შეეგუოს ბირთვული იარაღით აღჭურვილ ირანს, ამიტომ ვამაყობ ამ ქმედებით. მაგრამ დიახ, ეს არის ენერგიის ნაკადის ხანმოკლე დარღვევა. ამერიკელები ამას ახლა გრძნობენ და კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში იგრძნობენ. თუმცა საბოლოოდ ჩვენ აღმოვხვით უდიდეს საფრთხეს გლობალური ენერგომომარაგებისთვის. ჩვენ ვიცხოვრებთ ენერგიით უფრო უხფასით, უფრო ხელმისაწვდომ სამყაროში და ამერიკელი ჯარისკაცებისა თუ ახლო აღმოსავლეთში ვარჭრობისთვის ნაკლებად სარისკო პირობებში. დონალდ ტრამპის მსგავსი ინიციატივა ჰქონდა ემანუელ მაკრონსაც, რომელიც ამბობდა, რომ საფრანგეთი აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ, აზიელ და ინდოელ მოკავშირეებთან. ჰორმუზის სრუტე, რომელიც გლობალური ნავთობის 20%-ზე მეტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, უკვე 3 კვირაზე მეტია მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთ ცხელწრდილად არის მონიშნული. არსებულმა მდგომარეობამ ნედლეულის ბაზარზე ძვრები და საწოლსა თუ დიზელზე ფასების მკვეთრი მატება გამოიწვია. ეს ვითარება სასარგებლო აღმოჩნდა მოსკოვისთვის, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ომის მხოლოდ 2 კვირაში ნავთობის გაყიდვით 7 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.